ვისაც აინტერესებდა, ეს ის ჭერია, რაზეც ვსაუბრობდით დაწყების დროს. ჩამოკიდული ჭერი გაკეთდა, კედლიდან გადმოყვანილი არის 20 სანტიმეტრი, შიდა მხარე 25 სანტიმეტრი და ჩამოსვლა არის ჭერიდან 15 სანტიმეტრი. დამუშავებული არის გადაბმები ფუგენფულერით. ეს არის ფუგენფულერი კნაუფის საუკეთესო არის გადაბმებისთვის. სისქეზეც მიდის, შრობა სწრაფი აქვს, სწრაფად შრება, ასევე შეგიძლიათ მიქსი გააკეთოთ ფინალურ შპაგთან ერთად. ძალიან მტკიცე არის, მუშაობის დროს ელასტიურია, თუმცა სწრაფად უნდა იმუშაოთ ფუგენფულერზე. არავითარ შემთხვევაში ფუგენფულერი ბზარებს არ იკეთებს და არ სკდება. ამიტომ გაითვალისწინეთ გადაბმებზე, ამოვსებებზე, კუთხოვანებზე ყველგან თუ გამოიყენეთ ფუგენფულერს, ბევრად წარმატებული იქნება თქვენი ნამუშევარი. ეხლა რა იყო აქ ძირითადი პრობლემა? აი კუთხეში შევით ჩავაკერეთ გიფსო, დროებით სამაგრებით გვაქვს გაკეთებული და ამის ჩასაკერებლად გამოვიყენეთ კნაუფის პერფლექსი. ესეც არის სპეციალურად გიფსოსთვის. კი, ბევრი იყენებს იაპ გიფს, სხვადასხვა საშუალებებიც აქვს კნაუფს და ასე შემდეგ, მაგრამ კონკრეტულად ჭერზე ან კედელზე გიფსოს დასაფიქსირებლად ეს არის უნიკალური საშუალება, სწრაფი, მარშრობადი და მტკიცე მკრივი. გირჩევთ თქვენს აქტიურად გამოიყენოთ, ვინც ძირითადად ამ საკითხზე მუშაობთ. აქ სამზარეულო მხარეში დატოვებული არის LED-ისთვის, რადგან რიგელი იყო არასწორი და გადავწყვიტეთ, რომ ასე გამოგვეყვანა და დიზაინსაც მოუხდა ვიზუალში. გადაბმები ერთი პირი არის ფუგენფულერი და საფინალო შპაგლით მიქსით დამუშავებული. ეს ჩაკერებები ისევ და ისევ გეტყვით, იმიტომ გაკეთდა, რომ ძველი ჭერი იმდენად საშინელი იყო, აქ წავა LED სანათი და LED სანათის ნაწილი დროებით დავაერთეთ, ჩავრთეთ და ნახავთ, რა დონის საშინელი იყო ძველი ჭერი და ამიტომ მისი გასწორება ფაქტიურად წარმოუდგენელი იყო, ამიტომ პირდაპირ გიფსო ჩავაკერეთ, აწი გიფსო დამუშავდება და შეიღებება. მთლიანობაში ამ ჭერს რაც შეეხება, კიდევ ორი პირი დამუშავდება ჩვეულებრივი შპაგლით და ამის მერე გადაწყვეტს მეპატრონე დეკორატიული ჭერი გააკეთოს თუ ჩვეულებრივი შეღებილი ჭერი, ამას ველოდებით. ეს სამუშაო ძალიან საინტერესო იქნება თქვენთვის, ვისაც სწავლა უნდა დეკორატიული ჭერის თუ გადაწყდა და დაწყებიდან დასრულებამდე დეკორატიული სამუშაოების ყველა დეტალს შემოგთავაზებთ. აქვე გეტყვით, რომ ეს დაბოლოებები ჩაკეტილი კუთხოვანებით არის გაკეთებული, არა ღია კუთხოვანებით, არამედ აი ესეთი ზოგი ესე ძახის ამას, კუთხოვანას ეძახის. ეს არის გიფსოს დაბოლოებისთვის უნიკალური. ბევრი იყენებს ჩვეულებრივს კუთხოვანას და ამიტომ